გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი. უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან. მოგესალმებით BMG TV-ზე 24 თებერვლის უძრავი ქონების პროსპექტის გამოშვებას ვიწყებთ. სტუდიაში გუგა კობახიძესთან ერთად მე თათია ჩაფიჩაძე მუშაობ. გადაცემის თანაავტორია გაყიდვების კომპანია პროსპექტი, წარმოდგენი კი ტრადიციულად სამშენებლო დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფია. დღემშვიდობისა დღევანდელი გადაცემის ანონსს გადავხედოთ. ვის ეკუთვნის მემკვიდრეობა და როგორ ნაწილდება ქონება კანონის მიხედვით? რა ხდება მაშინ, როცა ანდერძი არ არსებობს და როგორ უნდა იმოქმედოთ სამართლებრივად გასაყოფ ქონებასთან დაკავშირებით? დღევანდელი ეთერის უძრავი ქონების პროსპექტში იურიდიული რჩევების დრო დგება, ტრადიციულად პროფესიულ რჩევებს იურისტი ბექა თეზელაშვილი გაგიზიარებთ. გადაცემის მეორე ნაწილში არქიტექტურის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, რამდენად რეალისტურია სტანდარტული გეგმარებით, ბნელი სამზარეულოებითა და ფორმალური აივნებით იმ სივრცის შექმნა, რომელიც თანამედროვე ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება. შესაძლებელია თუ არა მცირე ფარჩიც კომფორტული, ფუნქციური და ჯანსაღი გარემოს შექმნა, ასაბის რუბრიკის სტუმარი დეველოპერული კომპანია იდეა სიტის გეგმარების სპეციალისტები და ინტერიერის დიზაინერი ქეთევან სურგულაძე და ნათია რუხაძე იქნებიან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის მესამე ლოტის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ავჭალა აეროპორტის 22,5 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს, შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 932 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გამოცხადებული ტენდერი ორი ძირითადი სეგმენტის მშენებლობას გულისხმობს ავჭალა გლდანის დაახლოებით 6 კილომეტრიანი მონაკვეთის და გლდანი აეროპორტის დაახლოებით 17 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას. გეგმის მიხედვით მაგისტრალი იქნება 4 ზოლიანი და მოიცავს რთულ საინჟინრო ნაგებობებს, საუბარია დაახლოებით 16 ხიდზე, 4 პარალელურ გვირაბსა და 4 სატრანსპორტო კვანძზე. გზა სათავეს ავჭალის სარკინიგზო ხიდთან აიღებს, მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და დიდი ლილოს შესასვლელთან ლილოს ბაზრობამდე დასრულდება. თბილისის შემოვლითი გზა საუბარია ნატახტარი წიწამური რუსთავის მონაკვეთზე, საერთო ჯამში 49 კილომეტრია და 4 ხლოტად არის დაყოფილი. იგი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის საკვანძო ნაწილია. პროექტის რეალიზაცია ორ უმთავრეს მიზანს ემსახურება: სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და საერთაშორისო ტვირთბრუნვის ეფექტურობის გაზრდა. დედაქალაქის განტვირთვა, თბილისის სატრანსპორტო ნაკადების შემცირება და საცობების პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრა. ცნობისთვის პროექტი მეორე ლოტის წიწამური ავჭალის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადა. მესამე ლოტით დაინტერესებული კომპანიებისათვის წინადადებების მიღება 2026 წლის 11 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება. ველის ციხის რეაბილიტაციის დასასრულებლად ახალი ტენდერი აპრილ-მაისში გამოცხადდება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ განაცხადა. საქმე ისაა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა 30 მილიონიანი ხელშეკრულება სოფელ ველის ციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან შპს ინსისა და შპს ჯავას ერთობლივ საწარმოსთან. აღნიშნული კონტრაქტი 2021 წლის დეკემბერში გაფორმდა და პირვანდელი პროექტით რეაბილიტაცია 20 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიებმა აღნიშნულ ვადებში ვალდებულების შესრულება ვერ შეძლეს და ამ დრომდე პროექტის ბიუჯეტის 73% არის ათვისებული. გასული წლის ოქტომბერში ქართული ოცნების მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ წლების წინ დაწყებული ველის ციხის რეაბილიტაცია ფაქტობრივად არ მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ურუშაძემ აღნიშნა, რომ პროექტის მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ფონდმა მას შემდეგ მიიღო, რაც კონტრაქტორთან ერთად პროექტის გაგრძელებისთვის არსებული ყველა შესაძლო რესურსი ამოიწურა. ველის ციხის რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება ცენტრალური ნაწილში 60-მდე სახლის, თეატრის, მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქცია და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობა.
საქართველოს მთავრობამ 5 მუნიციპალიტეტს ჯამში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 91,300,000 ლარი გამოუყო ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 296-ე განკარგულების თანახმად აქედან ყველაზე მეტი 36 მილიონზე მეტი ლარი რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო 14,200,000 ლარი ფოთისთვის 10,800,000 ლარი ქუთაისის 10 მილიონი ლარი ზუგდიდის და 10 მილიონი ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდა დოკუმენტის დანართებიდან ირკვევა ქალაქ რუსთავში გამოყოფილი თანხები გზების, ტროტუარების რეაბილიტაციაზე, შენობების გამაგრებაზე, საზოგადოებრივი სივრცის მოწყობაზე, შენობების სახურავების რეაბილიტაციაზე, წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციაზე და ქალაქ რუსთავში რაგბის სტადიონის მშენებლობასა თუ კონკრეტულ ქუჩებზე გზების და სანიაღვრე სისტემების მოწყობაზე დაიხარჯება. ფონდში იგეგმება სატუმბის სადგურის კაპიტალური რემონტი, სატუმბის სადგურებისათვის გენერატორების შეძენა, მონტაჟი, ფოთის გეგმის და სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შუქნიშნების მოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში არსებული კანალიზაციის შიდა და ეზოქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია, ასევე მინი სპორტული მოედნების მოწყობა, რეაბილიტაცია, ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების აღდგენა, გამაგრება, რეაბილიტაცია, ასევე ახალგაზრდული ჰაბის ეზოს მოწყობა, დაგეგმილი აღნიშნული თანხის ფარგლებში ატრაქციებისა და ტრენაჟორების მოწყობასთან ერთად. ქუთაისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგებების მხარდაჭერა, ამორტიზებული ლიფტების შანაცვლება ახლით, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო და სპორტული ობიექტების მშენებლობა, რეკონსტრუქცია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10 მილიონი ლარით საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა მოეწყოს, ხაშურის მუნიციპალიტეტში კი ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდება. 2025 წლის მეოთხე კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 51%-მა გაყიდვების ზრდა, ხოლო 10%-მა შემცირება დააფიქსირა. რაც შეეხება 2026 წლის პირველი კვარტლის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 46%-მა ფიქრობს, რომ მოთხოვნა გაიზრდება, ხოლო 23% შემცირებას ვარაუდობს. ამის შესახებ გასული წლის მეოთხე კვარტლის ბაგ ინდექსშია აღნიშნული. ინდექსის თანახმად გაყიდვების მხრივ სექტორებს შორის 2025 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად მრეწველობის და ვაჭრობის სექტორებში აფასებენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად მშენებლობის სექტორში. 2026 წლის პირველი კვარტლისთვის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მომსახურების სექტორში ფიქსირდება. 2025 წლის მეოთხე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 11%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები. რაც შეეხება 2026 წლის პირველი კვარტლის მოლოდინს, გამოკითხულ კომპანიათა 27% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას. სექტორებს შორის 2025 წლის მე-4 კვარტალში ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მომსახურების სექტორში, დაახლოებით 15% აფიქსირებდა. 2026 წლის პირველ კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში, ანუ 32%-ში ფიქსირდება. 2026 წელს ესპანეთი მზად არის გადაუხადოს იმ ადამიანებს, რომლებიც მათ დაცარიელებულ სოფლებში საცხოვრებლად გადავლენ. ინიციატივა სოფლის მოსახლეობის ახალისების მიზნით შეიქმნა. მთავრობის გადაწყვეტილებით ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად ექსტრემადურაში, შესაძლებელია 8,000-დან 15,000 ევრომდე გრანტის მიღება, თუ სოფელში მინიმუმ 2 წელი იცხოვრებ. პროგრამები ასევე უზრუნველყოფენ დამატებით სტიმულებს, ეს არის იაფიან უფასო საცხოვრებელი, დაბალი ქირის გადასახადი, რაც დაახლოებით თვეში 220 ევრომდე ფარგლებში მერყეობს და მცირე ყოველთვიური დახმარება 100-დან 150 ევრომდე. დაცარიელებული სოფლების შევსების მიზნით არსებობს სახლების შეძენის გრანტებით დაახლოებით 11,000-მდე ევროს ოდენობით. გრანტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოქმედი, თუ პატარა სოფელში სახლს იყიდი და იქ მუდმივად ცხოვრებას გადაწყვეტ. ზოგიერთ რეგიონებში პროგრამები დაინტერესებულ პირებს საგადასახადო შეღავათებსაც უწესებენ. ინიციატივის მიზანი მცირე სოფლების ეკონომიკური გაცლიერება. 60,000-მდე გაყიდული უძრავი ქონება ჯამური ღირებულებით 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარი. ასეთია უძრავი ქონების ბაზრის 2025 წლის დაჯამებული შედეგები, რომელსაც ქვეყანაში მოქმედი კვლევითი ორგანიზაციები აქვეყნებენ. მონაცემები ამბობს, რომ გაზრდილია როგორც ტრანზაქციების რიცხვი, ისე ბაზრის ზომა. მოთხოვნა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება როგორც დედაქალაქში, ისე ბათუმში, სადაც გასულ წელს რეკორდული რაოდენობის ბინები გაიყიდა. ვინ ქმნიდა და რა ღირდა ბინები გასულ წელს, დეტალებს სიუჟეტიდან მოგიყვებით. 2025 წელს საქართველოში 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების თითქმის 60,000-მდე საცხოვრებელი სივრცე გაიყიდა. აქედან 42,000-ზე მეტი ბინა თბილისში რეალის და რაც წლიურად 3%-იანი ზრდა იყო. კოლიას ჯორჯიას საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის დაჯამებული მონაცემების თანახმად
დედაქალაქში ბაზრის ზომა 15%-ით 3.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აქტივობის საერთო ზრდის ძირითადი მამოძრავებელი კი პირველადი ბაზრის ტრანზაქციები იყო. 2025 წელს ჯამური მონაცემებით ფასები ყველა პროექტისა და რაიონის კატეგორიაში კვლავ იზრდებოდა. ახალ პროექტებში მეორედ ბაზარზე საშუალო ფასი კვადრატულზე $1484, ხოლო ძველ პროექტებში $1244 იყო. მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელს დედაქალაქის საბინაო ბაზარმა 2019 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა განიცადა. დასრულდა თითქმის 20,000 ბინის მშენებლობა. მშენებარე ბინების რაოდენობამ კი 87,000 გადააჭარბა. 2025 წელი ინდუსტრიისთვის იყო საკმაოდ პოზიტიური, ყველა მიმართულებით იყო ზრდები, ტრანზაქციების რაოდენობაშიც, ფასებშიც, რაც აისახა ბაზრის ზონის 15%-იან ზრდაში, როგორც ახსენეთ. მშენებლობის კუთხით დასრულდა მიტოვები ზოგადად თბილისის ისტორიაში ყველაზე მეტი რაოდენობა ბინა, 20,000-ზე მეტი. თუმცა ერთ-ერთი ეს პრობლემა რაც იყო, ეს იყო საკრედიტო ნაწილი, ბანკებმა შეამცირეს კრედიტების გაცემა დეველოპერებზე, რის გამოც მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემა იყო წინა წლების მსგავსი, დაწყების კუთხით იყო შემცირება. წინა წლებში თუ დაახლოებით 30,000 მშენებარე ბინა იყო ახალი, რაც ემატებოდა ბაზარს, 2025 წელს 22,000 ახალი ბინის მშენებლობა დაიწყო. გალტენ-დაგარტის წლიური მიმოხილვის თანახმად თბილისში რეალიზებული ბინებიდან პირველად ბაზარზე 21,000, ხოლო მეორადზე 21,400 ბინა გაიყიდა. დედაქალაქში უძრავი ქონება ყველაზე ძვირად გასულ წელსაც მთაწმინდაზე, ვაკესა და ჩუღურეთში იყიდებოდა. დაახლოებით ნახევარი მოწყვეტილად და ნახევარი მეორად ბაზარზე, თუმცა წელს როგორც პირველად ასევე მეორად ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა ვიხილეთ. მეორადი ბაზრის შემთხვევაში ზრდა შეადგინა 4% წლიურად 24-დან მიმართებით. პირველად ბაზარზე როგორც იცით, ჩვენ საჯარო რეესტრის მონაცემებს ავიღებთ, გამომდინარე იქედან რომ დაგვიანების ეფექტი აქვს ამ მონაცემებს. შესაბამისად, ჩვენ ვატარებთ ყოველთვიურ გამოკითხვას სისტემური დეველოპერების, რომლის მიხედვითაც 2025 წელს გაყიდვები გასულ წელთან მიმართებით პირველად ბაზარზე 27%-ით გაიზარდა. 2024 წელთან შედარებით 2025 წელს ბათუმში გაყიდული ბინების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა და 17,000 შეადგინა. 34%-ით გაიზარდა ბაზრის ზომა და მან პირველად $1 მილიარდ გადააჭარბა, რაც ქალაქისთვის ახალი რეკორდია. კოლიერს ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნის გაძლიერებამ დააჩქარა ფასების ზრდა როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში. ახალ პროექტებში მეორად ბაზარზე საშუალო ფასი კვადრატულზე $1497, ხოლო ძველ პროექტებში $1196 $1,000 იყო. აღსანიშნავი, რომ საქართველოს მოქალაქეების წილი ახალი პროექტების მეორე ტრანზაქციებში 2021 წლიდან სტაბილურად მცირდება და 2025 წელს 41%-ს მიაღწია. რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებლებში მოთხოვნის შემქმნელებს, 70%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. ბათუმს ჰქონდა განსაკუთრებით კარგი წელი, ბაზრის ზომა არის გაზრდილი დაახლოებით 30%-ით. აქ ორი გამოწვევი მიზეზია, ერთი ის არის, რომ უფრო პრემიუმ კლასის პროექტების დასრულება მოხდა და მათი ტრანზაქციების რეგისტრაცია დაიწყოს დეველოპერებმა, მაგრამ მეორე მხრივ მეორეულ ბაზარზეც 20%-აა ტრანზაქციების რაოდენობა გაზრდილი და აქ ყველაზე მეტად გამოიკვეთა უცხო ქვეყნის მოქალაქეების აქტიურობა და თლიან ზრდაში მათი წილი არის 70% და თლიან ტრანზაქციებში, მათ შორის მეორეულ ბაზარზე მათმა წილმა შეადგინა დაახლოებით 47%. საქართველოში 2025 წელს 11,578 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 4,2%-ით ნაკლებია. სექსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ნებართვების 70%-ზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე ნაწილდება. 46% თბილისზე, 10% ქვემო ქართლზე, დაახლოებით 9,8% კახეთზე, ხოლო 7% აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდიოდა. კლების მიუხედავად გალტენ-დაგარტში ამბობენ, რომ საცხოვრებელი ბინების ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკები კვლავ ნარჩუნდება. გაზრდილი მიწოდებაზე შეკითხვები 2023 წლიდან გვესმის, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ 2023 წელს მოგეხსენებათ რეკორდული ზრდა ვიხილეთ, აქ 40%-ით გაიზარდა წლიურად გაცემული ნებართვები. და ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე მცირდება მათი გაცემის ტემპი, მაინც თავის გრძელვადიან საშუალოსთან, მაინც მაღლა ნარჩუნდება. 2025 წელს წლის დასაწყისიდანვე იყო მოლოდინები, რომ ნებართვები შემცირდებოდა, თუმცა მთელი წლის განმავლობაში ამას ვერ ვხედავდი და წლის ბოლოს ეს უკვე გამოჩნდა. და ჯამურად წელიც კლებით დაიხურა, რაც კარგი არის რეალურად, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მოთხოვნა და მიწოდება თავის ჯანსაღ ეკვილიბრიუმს უნდა დაუბრუნდნენ, რათა ფასებმაც განაგრძონ ჯანსაღი ზრდა. თბილისში აქტიური მშენებლობების დაახლოებით 23% საბურთალოზე მიმდინარეობს, რომელსაც 19 და 18%-იანი მაჩვენებლებით დიდი დიღომი და სამგორი მოყვება.
დღეს უძრავი ქონების პროსპექტში იურიდიული რუბრიკის დრო დგება ჩვენს პარტნიორთან ერთად ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრაქტიკულ სამართლებრივ თემაზე მემკვიდრეობაზე ვისაუბრებთ, კერძოდ ვის რჩება უძრავი ქონება მემკვიდრეობის დროს და როგორ განსაზღვრავს ამას კანონი და ანდერძი. ბექა თეზალაშვილი გვერდდება გადაცემაში, მოგესალმებით ბექა, მადლობა თქვენი დროისთვის. მოდი პირველ რიგში მემკვიდრეობა ზოგადად განმარტოთ რა არის და ანდერძით მემკვიდრეობასა და კანონის მემკვიდრეობას შორის რა სხვაობა. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მინდა საკმაოდ კარგი თემა არის და მადლობას გიხდით ამ თემის არჩევისთვის. მოგეთ მემკვიდრეობა ეს არის გარდაცვლილი პიროვნების მიერ დატოვებული ქონება. ეს ქონება შეიძლება იყოს როგორც უძრავი, მოძრავი, ეს შეიძლება იყოს ფინანსური აქტივები, ბიზნეს აქტივები და აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების აქტივებიც. მინდა განსაზღვრო თუ თითოეული რას წარმოადგენს, ანუ უძრავი ქონება ეს არის ბინები, სახლები, საოფისე ფართები, კომერციული ფართები, ავტოსადგომები და ასე შემდეგ. მოძრავი ქონება ეს არის ავტომობილი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ძვირფასეულობა, ფინანსური აქტივები ეს არის ანგარიშები, მისაღები დივიდენდები, აგრეთვე ბიზნეს აქტივებსაც შეეხება ეს არის შეპესეს წილები ან სააქციო საზოგადოებაში მყოფი წილიც აგრეთვე. რაც შეეხება ინტელექტუალურ საკუთრებას, ეს არის ესე ვთქვათ მისი ისეთი შემოსავალი, საავტორო უფლებიდან მიღებული შემოსავალი. მემკვიდრეობას ვინ იღებს? საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს რიგითობას მემკვიდრეობის და მემკვიდრეობის მიღება ორი სახით ხდება. ეს არის როდესაც ანდერძი არის დაწერილი და თუ ანდერძი არ არის დაწერილი, შესაბამისად კონკრეტულად განსაზღვრავს ჩვენი კანონმდებლობა. რიგიდობის მიხედვით პირველი რიგის მემკვიდრეების კატეგორია არის მეორე რიგის და მესამე რიგის. პირველი რიგის მემკვიდრეებში შედიან მეუღლე, შვილები და მშობლები. მეორე რიგის მემკვიდრეები არიან და-ძმა, ბებია, პაპა, მესამე რიგის მემკვიდრეები არიან დეიდა, ბიძა, მამიდები. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც იღებენ მემკვიდრეობით იმ არსებულ ქონებას, რაზეც ისაუბრეთ. თუმცა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო შეკითხვაა, დაგროვილ ქონებასთან ერთად არსებობს სასესხო ვალდებულებებიც. ვალის გადადის თუ არა მემკვიდრეობა. ამ ნაწილში რა ხდება? რა თქმა უნდა, სასესხო ვალდებულებები პირდაპირ გადადის მემკვიდრეებზე, თუ ესენი მემკვიდრეობას მიიღებენ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მარტო სასესხო ვალდებულებები არ გადის, სამომავლო უფლებები და ვალდებულებებიც გადადის. მაგალითად, შეიძლება გარდაცვლილ პიროვნებას ნაყიდი ქონდა რომელიმე დეველოპერულ კომპანიაში უძრავი ქონება, რომლის მთლიანი თანხა გადახდილი იყო, მაგრამ რეგისტრირებული არ იყო არც საჯარო რეესტრში და მხოლოდ შიდა ხელშეკრულებით იყო გაფორმებული. ან შეიძლება ნაწილი თანხა ქონდა გადახდილი და მთლიანად არ იყო მისი, ესე ვთქვათ, შესრულებული მისი მხრიდან ეს ვალდებულება. ეს ნაწილით გადაეცემა მემკვიდრეებს. აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ მოძრავ ნივთზეც არის იგივე, შეიძლება გარდაცვლილ პიროვნებას ქონდა რაიმე ავტომობილი ნაყიდი, რომელიც შეიძლება არ იყო ჩამოსული საქართველოში, რომ რეგისტრაცია მომხდარიყო მის სახელზე, თანხა შეიძლება იყოს სრულად და ნაწილობრივ გადახდილი. სასესხო ვალდებულებების ნაწილს აუცილებლად მინდა შევეხო, ყველა ვალდებულება გადადის მემკვიდრეზე, თუ ის მემკვიდრეობას მიიღებს. ეს შეიძლება იყოს იპოთეკური სესხი, ჩვეულებრივი სესხი, ფიზიკური პირისგან აღებული სასესხო ვალდებულება და აგრეთვე გადასახადები, რომლებიც შეიძლება რომელიმე ხელშეკრულებით ქონდა მას დაკისრებული. რა ხდება მაშინ, თუ კი მემკვიდრეები ვერ თანხმდებიან გადანაწილებაზე, მათ შორის მშობლებს, შვილებს, მეუღლესა და აი ამ კატეგორიაში ვის რა პრიორიტეტი ენიჭება და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? პირდაპირ მემკვიდრეები, ანუ პირველი რიგის მემკვიდრეები, როგორც აღნიშნეთ, არის მეუღლე, შვილები და მშობლები. ამ შემთხვევაში, როდესაც კონფლიქტური სიტუაცია და გადანაწილება ესე ვერ თანხმდებიან, უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოება. სამკვიდრო სამართლის გარდა აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონება. შეიძლება გარდაცვლილის სახელზე იყო რეგისტრირებული რომელიმე უძრავი ან მოძრავი ქონება, თუმცა ის შეძენილი იყო ქორწინების პერიოდში. ეს წარმოშობს მისი მეუღლის თანასაკუთრებას იმის მიუხედავად, რომ ასე რეგისტრირებული არ იყო. ამიტომ დავა უნდა დაიწყოს სასამართლოში, სასამართლომ უნდა მიანიჭოს და ესე ვთქვათ თანასაკუთრების უფლება მისცეს იმ პიროვნებას, ხოლო დარჩენილი საკუთრება, ანუ გადანაწილდეს უკვე მემკვიდრეებზე თანაბარწილად. ესე მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, შეიძლება ესე ითქვას, რომ თუ გარდაცვლილის სახელზე რეგისტრირებულია მაგალითად 300,000 ლარიანი უძრავი ქონება, ჯერ უნდა გამოიყოს თანასაკუთრებაში, ანუ მის მეუღლეზე
უნდა გადაფონდეს ან მიეცეს 150.000 ლარის უძრავი ქონება და შემდეგ დარჩენილი წილი რაც არის ერთი მეორედი გადანაწილდეს უკვე მის მეუღლეზეც და სხვა არსებულ პირველი რიგის მემკვიდრეებზეც როგორც მშობლები ან შვილები. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კი განქორწინებულია წყვილი და ყავს სხვა ოჯახიც დედა ან მამა სულ ერთია ამ შემთხვევაში მაშინ როგორ ხდება ეს გადანაწილება და ეს ნაწილი როგორ რეგულირდება კანონის მიხედვით განქორწინების შემთხვევაში მეუღლეს აღარ აქვს სამკვიდრო უფლებები თუმცა აღნიშნე რომ შეიძლება ქორწინების პერიოდში მათ ქონოდათ შეძენილი რაიმე უძრავი ქონება რომ განქორწინების შემდეგ რომლის გაყოფაც ჯერ არ მომხდარა იმიტომ რომ მათ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და არ დასრულდა რაღაცა სკანდალებით. შესაბამისად, მას შეუძლია მოითხოვოს თანასაკუთრებიდან გამომდინარე წილის გამოყოფა და დარჩენილი წილის უკვე მემკვიდრეებზე გადანაწილება. ხოლო ვინც არის მისი რეგისტრირებული მეუღლე, მიიღებს მხოლოდ იმ წილს, რაც გამოიყოფა თანასაკუთრებიდან. ისევ ანდერძე მინდა ვიკითხო, როგორ ხდება შედგენა, რა პროცედურებია გასავლელი, რომ ეს ჩაითვალოს ვალიდურად და ძალა ქონდეს. ანდერძის მიღება აუცილებელი ანდერძი იყოს წერილობით დაწერილი და არ შეიძლება იყოს ზეპირსიტყვიერი. ამას კანონმდებლობა სრულად აწესრიგებს ანდერძის დაწერის პროცედურას, აუცილებელია რომ იყოს სანოტარო აქტით, ანუ დამოწმებული და ირიცხებოდეს სანოტარო ბაზაში. შესაძლებელია წერილობითაც გადაეცემოდეს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში თუ დავა წარმოიშვა ესეც უბრალოდ დაწერილს სასამართლო არ იზიარებს ხოლმე, იმიტომ რომ რთულია დაადგინო იმ პერიოდში ამ პიროვნების ფსიქოემოციური მდგომარეობა, ვინმე ხომ არა აშანტაჟებდა ან აძალებდა, რომ ესე მომხდარიყო, თან მით უმეტეს თუ ერთ მემკვიდრეზე აქ ან ხო დაწერილი ქონების გადაცემა მით უმეტეს საეჭვო როგორ უნდა ჩაითვალოს კანონიერად, რა ფორმით უნდა იყოს შედგენილი, რომ სასამართლომ კანონიერად მიიჩნიოს? სასამართლოს მიერ კანონიერად მიჩნევა ხდება, როდესაც არის ესე ვთქვათ ნოტარიუსთან დამოწმებული აქტი და ირიცხება სანოტარო ბაზაში. ეს ფაქტიურად მისი გაბათილება წარმოუდგენელია. მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დავა დაიწყოს იმ შემთხვევაში თუ ამ აქტში არ არის გათვალისწინებული ესე ვთქვათ სავალდებულო წილის გადაცემა როგორც არასრულწლოვან პირებზე შეიძლება მას ყავდეს შეზღუდული უნარიანი სხვა შვილები რომლებიც 18 წელსევით არიან მაგრამ აუცილებელი წილი ეკუთვნით. ხო, აი ამის კითხვა მინდოდა, რა შემთხვევაში შეიძლება გასაჩივრდეს, არის თუ არა ამის რესურსი რაიმე ფორმით და რა შემთხვევაში? რა თქმა უნდა, გასაჩივრების რესურსი არის სასამართლო მიიღებს აუცილებლად წარმოებაში, თუ აი რაც ჩამოუთვალე სავალდებულო წილი არ არის განსაზღვრული, ანუ ისე არის გაკეთებული, რომ გადაეცა მთლიანად ერთ პიროვნებას ეს ქონება, ან შეიძლება ერთ პიროვნებასაც არ გადაეცა, მაგრამ ის არასრულწლოვან შვილებზე არ მოხდა სავალდებულო წილის განსაზღვრა. აგრეთვე არ მოხდა სავალდებულო წილის განსაზღვრა მის ეს ვთქვათ მედუუნარო შვილზე ან მშობლებზე, რომელსაც აუცილებლად უნდა გადაეცეთ წილი მისი ქონებიდან და აგრეთვე მნიშვნელოვანია თუ ეს არ არის სანოტარო აქტი და უბრალოდ დამოწმებული ხელწერით არის გაკეთებული, თავისთავად სადავო ხდება ყველა შემთხვევაში. რა აქვს თუ არა მნიშვნელობა ვიზია რეგისტრირებული უძრავი ქონება, აი ამას როგორ არეგულირებს კანონი, თუ ანდერძის შემთხვევაში აი ეს მოკლედ ეს ნაწილის კუთხით რა გამონაკლისებით და რა შესაძლებლობები? რა თქმა უნდა, საკუთრების უფლებას წარმოშობს რეესტრი რეგისტრაცია. თუ პიროვნებაზე ვინც ანდერძს წერს ეს ქონება მასზე რეგისტრირებული არ იყო, შესაბამისად რთული არის, ანუ ვერ გადასცემს ხო თავის საკუთრებაში არ არის. ერთადერთი შემთხვევა რაც შეიძლება რეგისტრირებული არ იყოს, მაგრამ გადაეცეს ანდერძის საშუალებით მემკვიდრეს არის, როდესაც აი შეძენილია დეველოპერულ კომპანიაში წინარე ნასყიდობით გაფორმებულია შიდა ხელშეკრულება, რომელსაც რეგისტრაცია არ გაუვლია ჯერ საჯარო რეესტრში, ან თუნდაც შეძენილია მოძრავი ქონება ავტომობილი, რომელიც ჯერ არ ჩამოსულა საქართველოს ტერიტორიაზე, არ მოხდარა მისი რეგისტრაცია, შეიძლება მსგავსი ჩაიწეროს ანდერძში და შემდეგ გაურეგისტრირდეს მას. თანაბარი უფლებები აქვთ თუ არა შვილებს პირველი, მეორე ან მესამე ქორწინებიდან ამ ნაწილში რაიმე ტიპის გათვალისწინება რა სიტუაციებს კანონი?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ აქვს მნიშვნელობა პიროვნება რამდენ ქორწინებაში ირიცხებოდა და რამდენი ქორწინებიდან ყავს ეს შვილები. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა თუ შვილად რეგისტრირებული რეესტრში ან სასამართლოს მიერ არის აღიარებული, შეიძლება საერთოდ არ იყოს რეგისტრირებული ქორწინებიდან ეს შვილი. ან იყოს აყვანილი და არ აქვს მნიშვნელობა, ყველა შვილი არის თანაბარი უფლებების მქონე და სასამართლო ყველა ერთ კატეგორიაში. რეალურად რა პრობლემები არის ხოლმე პრაქტიკაში, როგორც ანდერძის კუთხით, ასევე განქორწინების დროს ყველაზე ხშირი პრაქტიკა ქონების განაწილების და ასე შემდეგ რა არის? ანდერძის კუთხით ყველაზე ხშირი პრობლემა არის ის, რომ ყველაზე საეჭვო ხდება თუ ანდერძი დაწერილია და რეგისტრირებულია გარდაცვალებამდე ძალიან ახლო პერიოდში. ეს უკვე საეჭვო გარემოებად ითვლება და შეიძლება ჩაითვალოს, რომ ან ზალდატანებით მოხდა აღნიშნული საკითხის, ესე ვთქვათ, ანდერძით დაწერა და ან შეიძლება ანდერძითაც არ იყოს გადაცემული და რომელიმე შვილს ან მის მემკვიდრეს უბრალოდ აჩუქოს ჩუქების ხეთ, თუნდაც ნასყიდობა გააფორმოსო, გადაასცეს ეს ქონება. ეს შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ პრობლემად, ანუ თავიდან აცილების და არიდებას სხვა მემკვიდრეებზე ამ ქონების გადაცემას მიმართებაში და თავისთავად დაიწყება დავა სხვა მემკვიდრეების მიერ, რომ ეს ქონება რეალურად გადანაწილდეს სწორად, რომ შეიძლება პიროვნება, ვინც ამას ახორციელებდა, იყო რაიმე მუქარის ან დაძალების. რამდენად გვაქვს ანდერძის პრაქტიკა ზოგადად, რამდენად ხშირად? საქართველოში დიდი პრაქტიკა ამაზე არ არსებობს. ადრე იყო ხოლმე უფრო სიტყვისმიერი, აი ძველთაობაში, რომ ეს ეკუთვნოდა ამ პიროვნებას და რატომ მაშინ ხდებოდა ამის გათვალისწინება თავისთავად თვითონ ეს თქვათ ნათესაურ კავშირებში და არა სამართლებრივად. დღესდღეობით უფრო ეს თქვათ ხალხის ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო გაზრდილი არის და პრაქტიკას თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, იწერება, რომ სამომავლო პრობლემებს აცდენ და მეც მომხრე ვარ ამის, იმიტომ რომ თუ არ არის ანდერძი დაწერილი და სწორად არ არის გაკეთებული, ყოველთვის სამკვიდროს მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო ემოციური კავშირით არის დაკავშირებული და არა სამართლებრივი კუთხით. ამიტომ უნდა შეხედონ სწორად ამ ფაქტს, ვინაიდან ანდერძი ზოგადად მემკვიდრეობის მიღება მარტო ქონების მიღებასთან არ არის დაკავშირებული და შეიძლება იმხელა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები მოყვეს, რომ არ ქონდეთ მათ გაცნობიერებული. ამიტომ სანამ მიიღებენ მემკვიდრეობას, ჯობია ის 6 თვიანი ვადა არის სამკვიდროს მოთხოვნასთან დაკავშირებით გაკეთება ნოტარიუსთან, რომ მათ უნდათ მემკვიდრეობის მიღება. აი სანამ გააკეთებენ ან როცა გააკეთებენ ჯერ კიდევ აქვს საშუალება რომ მე უარი განაცხადონ, ნახონ თუ რა ფინანსურ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული, რომ მე გაცილებით მეტი პრობლემა. კითხვაც აქვე, თუ დედა ან მამა ერთ შვილს ჩუქნის უძრავ ქონებას, ან ნებისმიერ სხვა ტიპის ქონებას, აქვს თუ არა სხვა სამის გასაჩივრების უფლება? იცით რა არის საკუთრების უფლება შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, აჩუქოს ნებისმიერ თავის შვილს უძრავი ქონება. თუმცა ყოველთვის ეჭქვეშ დგება მაშინ, თუ გარდაცვალებამდე ახლო პერიოდში არის ეს ფაქტი დამდგარი. აგრეთვე თუმცა თუ ცხოვრებაში ყველა ჩემი უძრავი ქონება, ყველა ფინანსური საშუალება რაც მაქვს ერთ შვილზე გადავაფორმო მაგალითად, აი ამ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მსგავსი გარემოება საეჭვოდ მიიჩნევა და სავალდებულო წილი აუცილებლად მიეკუთვნება სხვა მემკვიდრეებს, ვისაც რეალურად ეკუთვნოდათ აქედან წილი. დიდი მადლობა. წარმატებები. ბექა თეზელაშვილი იურისტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რამდენიმე წუთში არქიტექტურული რუბრიკით დაგებრუნებთ. გზამკვლევი დეველოპერებისთვის რუბრიკის სპონსორია არქიტექტურული კომპანია ტასხაბი. BMG TV-ზე 24 თებერვლის უძრავი ქონების პროსპექტის ეთერს ვაგრძელებთ და ამჯერად გადაცემაში ტასხაბის რუბრიკის დრო დგება, რომელსაც თათია გაუძღვება. თათია, თუ შეიძლება გაგვიზიარე, ვის მასპინძლობ თებერვლის რუბრიკაში. დღევანდელ ეთერში გადავწყვიტეთ ვისაუბროთ იმ არქიტექტურულ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რაც ქალაქს სწრაფი განაშენიანების ფონზე აქვს, ის რომ საცხოვრებელი სივრცე მხოლოდ ფიზიკური მოცემულობა აღარ არის და განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას, განწყობასა თუ ცხოვრების ხარისხს ყველა ვთანხმდებით, თუმცა თანამედროვე მრავალბინიან მშენებლობებში ხშირად გვხვდება სტანდარტული ერთგვაროვანი გეგმების სივრცეები, რომლებიც უფრო სამშენებლო ეფექტურობაზეა ორიენტირებული, ვიდრე ადამიანის რეალურ საჭიროებებზე. საქართველოშიც აშკარად შეიმჩნევა
გააზრებული გეგმარების ნაკლებობა, ხშირია ბინის სიღრმეში განთავსებული სამზარეულოებები, ბუნებრივი განათებების გარეშე აივნები, რომლებიც ფუნქციურ დატვირთვას მოკლებულია და ოთახები, რომელიც ვერ პასუხობს ყოველდღიური ცხოვრების რეალურ მოთხოვნებს. რა მნიშვნელობა აქვს სწორ გეგმარებას და სივრცეების ფუნქციურ გაუმჯობესებას? ამ თემაზე ტასაბის არქიტექტურულ რუბრიკაში დღეს დეველოპერული კომპანია Idea City-ის გეგმარების სპეციალისტებსა და არქიტექტორებს ქეთევან სურგულაძესა და ნათია რუხაძეს მასპინძლობთ. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა რომ თქვათ, რამდენად პასუხობს დღეს არსებული არქიტექტურა იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რაც რეალურად ბაზარზე არის. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. როდესაც მრავალბინიან შენობებზე ვსაუბრობთ, არ არის ეს მხოლოდ რაღაცა საქართველოს პრობლემა. ეს არის ზოგადად უფრო ფართო პრობლემა, იმიტომ რომ მრავალბინიანი შენობა მოიცავს ძალიან ბევრ ბინას და ეს ბევრი ბინა ასევე რაღაცა მორგებული უნდა იყოს ბევრ ადამიანს, ხო? აქ არ არის ლაპარაკი ერთ კონკრეტულ ადამიანზე. მსგავს შენობებში, მსგავსმა შენობებმა უნდა დაიტიოს 50-100 და უფრო მეტი ხშირ შემთხვევაში 200 ადამიანიც კი ალბათ, რომ ეს საკმაოდ ფართოდ ხდება. მსოფლიო მასშტაბით არის ეს პრობლემა და ეს სირთულე. შესაბამისად, როგორ უკლავდებით საქართველოში ამ ყველაფერს? ვცდილობთ, რომ უფრო არ მოვარგოთ, ესე ვთქვათ, რაღაცა ინდივიდს, ხო? ეს პრობლემა უფრო ფართოდ გვინდა, რომ ადამიანის ზოგადად ადამიანის ცხოვრების ხარისხზე იყოს ბინა მორგებული და თითოეული სივრცე თუ ფუნქცია იყოს მაქსიმალურად ათვისებული, ისე რომ ნებისმიერმა ადამიანმა მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი თავის ამ სივრცეში გამოხატვა. რამდენად ის რაზეც საუბრობდით მათ შესავალ სიტყვაშიც, რომ ბნელი სამზარეულოებია ხშირ შემთხვევაში აივნები პატარა და თითქოს თან არის ეს ყველაფერი, მაგრამ თან არა ისეთი, როგორიც რეალურად ცხოვრებას და ხარისხიან ცხოვრებას სჭირდება. ეს გეგმარების პრობლემის შედეგია, უფრო ეკონომიის შედეგია, თუ რას ვაწყდებით რეალურ პრაქტიკაში, რა არის მთავარი გამოწვევა? როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ბნელ სამზარეულოზე, რომ ავხსნათ ახლა მაყურებლისთვის ეს რას ნიშნავს? ბნელი სამზარეულო არის, როდესაც ის მოთავსებულია ბინის სიღრმეში და მოკლებულია ბუნებრივი განათების წყაროს, ხო? შესაბამისად, ასეთი ტიპის ბინები ჩვენ უფრო ხშირად გვხვდება სტუდიოს გეგმარების ბინებში, რომელიც ფართოდ არის დღეს გავრცელებული. და ეს ხდება რაღაცა არქიტექტურული, სტანდარტული გრიდის შემთხვევაში, რომელიც დეველოპმენტისთვის არის საკმაოდ ხელსაყრელი ფასის მიხედვით და ხშირად დეველოპმენტი მიმართავს უბრალოდ ამ აკეთებს გეგმარებას, რომ პატარა სივრცეში იყოს სტუდიოც, რაღაცა მისაღებიც და ასე შემდეგ. და აქ იკარგება ეს ფანჯარა განათება და ფუნქცია თვითონ სამზარეულოსი და ასევე ხშირად ჩვენ გვსმენია დეველოპმენტის მხრიდან რაღაცა იმ სამშენებლო მასალებისა თუ ფასადის მასალების მნიშვნელობაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობთ, მაგრამ არ ლაპარაკობენ გეგმარების მნიშვნელობაზე რეალურად დღეს ცხოვრებაში, რომელიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელოვანესი არა, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანს შემდეგ წლების მანძილზე იქ უწევს ცხოვრება. ეს რაღაცა ძალიან დავიწყებას არის მიცემული დღეს და ამაზე არ ვსაუბრობთ ბევრს. ასევე აივანთან დაკავშირებით რაც არის რა, აივანი ხშირ შემთხვევაში ეს არის ვიწრო განის მქონე აივანი, რომელზეც განთავსებული არის გათბობა, გაგრილების დგარები, რაც მნიშვნელოვნად უზღუდავს მის ფუნქციურ გამოყენებას, როდესაც შეიძლება რომ აივანი პირიქით იყოს ბინის ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელება და იყოს ათვისებული ფუნქციური სივრცე, ხო? ეს ყველაფერი ეს ტენდენციები და დამოკიდებულება გვაჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის ეკონომიის მიზნით არასწორი პრიორიტეტების ჩამოყალიბების შემთხვევაში წარმოქმნილი პრობლემა. რა არის მთავარი პრობლემა? ნაწილობრივ ვისაუბრეთ ალბათ ეს, თუმცა მაინც რა არის პრობლემა, რასაც მთავარი ხარვეზი, რასაც დეველოპერები უშვებენ მშენებლობის პროცესში დღეს? მთავარი პრობლემა ალბათ მაინც ის არის, რომ აი სწორედ გეგმარება არ არის მორგებული იმ რაოდენობა ადამიანებისა, რა რაოდენობა მათ შემდეგ ამ ბინაში უნდა იცხოვროს. აი ამის მკაფიო მაგალითია, მაგალითად, როდესაც 2-საძინებლიან და 3-საძინებლიან ბინებში ვხვდებით მხოლოდ ერთ საშხაპეს, ხო? ეს იწვევს უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში კონფლიქტს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მომხმარებლების კომფორტული ცხოვრება უფრო წინ დადგეს მოგებიანობაზე მეტად? რა უშლის ამ ყველაფერს ხელს?
ალბათ სხვა სწორი პრიორიტეტები ან უნდა რაც ალბათ მომხმარებლის მხრიდანაც უნდა წამოვიდეს, ხო? ვერ ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ რთულია მომხმარებელს უთხრა რა უნდა მოითხოვოს მაშინ, როდესაც არ აქვს მაგალითად უკეთეს საცხოვრებელ გარემოში ცხოვრების გამოცდილება. ან ზოგადად არქიტექტურა და მით უმეტეს მრავალბინიანი შენობები იმდენად კომპლექსური დარგია, რომ შეგრძნებების დონეზე კი შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამ გარემოში კომფორტულად გრძნობ თავს, რაღაცა სხვა გარემოში არა, მაგრამ ამის პროფესიულად მე ჩამოყალიბება ძალიან რთულია, ამიტომ არასწორად მიმაჩნია ამ პასუხისმგებლობის მომხმარებლისკენ გადაწევა, ხო? პირიქით, უნდა ჩვენ ვისაუბროთ მედიამ, დეველოპერებმა, სპეციალისტებმა, რა უნდა მოითხოვონ ადამიანებმა, რა არის სწორი გეგმარება, რა არის ხარისხი, სად გრძნობს ადამიანი, ხო? ბედნიერად თავს და როგორი გარემო მოქმედებს, მე უკვე ადამიანზე გადავიდეთ. მაშინ ვისაუბროთ რა არის, რა უნდა მოითხოვოს და რა გვჭირდება ფუნქციური რომ გახდეს სახლი და სივრცეები როგორი უნდა იყოს ის. ფუნქციურად შეიძლება ჩაითვალოს სივრცე, ანუ ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება ეს კონკრეტული, ახლა გვერა კითხვაც დასვით და ახლა ყველაფერს რომ მოვყვეთ ძალიან გაგვიგრძელდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ფუნქციურად შეიძლება ჩაითვალოს სივრცე და დავუძახოთ მას, რომ ეს არის ფუნქციური სივრცე, ეს არის რომ აუცილებლად იყოს განათებული განათებასთან ერთად აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს ეს სივრცეები. უნდა იყოს ერთმანეთისგან იზოლირებული, დამოუკიდებელი სივრცეები, განსაკუთრებით საძინებელი და ძალიან კარგია, როცა ჩაკეტილი გვაქვს სამზარეულო, ეს კიდევ უფრო დადებითად წარმოადგენს თვითონ წარმოქმნის ამ სივრცეს. და ლოგიკური გადაადგილების საშუალებას უნდა გაძლევდეს სივრცე, რომელშიც ხარ. აი ეს რამდენიმე ფუნქცია ძალიან განსაზღვრავს შემდგომ ყველაფერი ჯამში ფინანსებთან და ეკონომიასთან და სოციალურ მდგომარეობასთან მიდის. ძირითად შემთხვევაში საქართველოში მაინც ყიდულობენ პატარა ზომის სახლებსაც 40-60 კვადრატულ ბინებში, რაც ყველაზე უფრო გავრცელებული ალბათ. რამდენად არის შესაძლებელი ასეთი სივრცეების გამოყოფა და აქ რა ტიპის გათვალისწინება უნდა მოხდეს მომხმარებლის მხრიდანაც და დეველოპერების მხრიდანაც, რა უნდა იქნას გეგმარებაში ასახული. 30 კვადრატულ მეტრში შეიძლება ფუნქციურად ათვისებული ბინა მიიღო. გააჩნია მიდგომას. როგორი მიდგომით აპროექტებ ბინას, ხო? თუ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მიდგომაზე, რომელიც თავიდანვე მიზნად ისახავს რაღაცა ადამიანის პრიორიტეტებს და გამოდის ადამიანის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, შესაბამისად, როდესაც არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი თუ გეგმარების სპეციალისტი ერთობლივად ქმნის ამ სივრცეს, რომელიც რაღაცა ადამიანის პრიორიტეტებს არის მორგებული, ამ შემთხვევაში 30 კვადრატულ მეტრ ბინაში შეიძლება მიიღო ფუნქციურად ათვისებული ბინა. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა სტანდარტულ გეგმარებებზე, რაც დღეს ბაზარზე გვაქვს, რომელიც აი არქიტექტურული ხო ჯერ არქიტექტურული ჩონჩხი იწყობა სიტყვაზე, მე რაღაცა ფასადი და მე დგება რაღაცა სართულის გეგმა, რომელშიც ინტერიერის დიზაინერმა თუ გეგმარების სპეციალისტმა უნდა რაღაცა გამოყოს ეს ბინები და შექმნას. თუ ამ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ხო, მაშინ გაგვიჭირდება დაზუსტებით ამის თქმა და 100 კვადრატულ მეტრში შეიძლება ვერ მივიღოთ ფუნქციურად ათვისებული სივრცეები. იდეასითი როგორ აყალიბებს ამ მიდგომას და როგორ მუშაობს? იდეასითის მიდგომა ხო, ძალიან განსხვავებულია ჩვენი მიდგომა, იმიტომაც არის რომ ბინები განსხვავებულია ჩვენი ბაზართან არსებული ბინებისგან. ძალიან ხშირია ჩვენთან რაღაცა ჩაკეტილი სამზარეულოები, პატარა ფართები, სრულად ათვისებული სივრცეები. ხო, ეს არის მთავარი, მე მგონი, რაც გამოგარჩევს და ექსპო ჯორჯიაზე, როდესაც პირველად გავიგე სამწუხაროდ თქვენი კომპანიის შესახებ, ძალიან თვალშისაცემი იყო თქვენი მაკეტი, რომელიც პატარა ზომის მიუხედავად ყველა ამ კომპონენტს ითვალისწინებდა და რეალურად მოთხოვნაც როგორია და ამ ამბებს როგორ აალაგებს მოკლედ კომპანია და თავიდანვე ეს იყო პრიორიტეტი თუ რაღაცა განვითარებასთან ერთად მოვიდა, რომ ეს მათ შორის ცხოვრების ხარისხზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და შემდეგ დაიწყეთ ამ ყველაფრის შექმნა. დიახ, კი, ანუ ალტერნატივები უნდა გაჩნდეს რეალურად. უნდა იყოს ალტერნატივები და ადამიანს მოქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, რომ შემდეგ უკვე უფრო და უფრო კარგი და კარგი ბინები მიიღო. იმიტომ რომ რეალურად ახლა ჩვენი პროექტიც იყო ეკონომ ბაზარზე მორგებული, გვინდა რომ პატარა ბინა ყოფილიყო მაქსიმალურად ათვისებული ფუნქციურად და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ იმ შედეგით, რომ დავიწყეთ თავიდანვე არქიტექტურამ და გეგმარებამ ერთიანად მუშაობა, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა უკვე უნდა იყოს სულ წინ უნდა იაროს ამ მიმდინარეობამ, სულ უნდა ვითარდებოდეს სივრცე, სულ უნდა უკეთესი და უკეთესი გარემო იქნებოდეს. რა როლი აქვს განათებას და განიავებას რეალურად ჯანსაღი ცხოვრების შექმნაში? ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეს, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან
სწორედ უნებრივ სინათლეს მზის ხივს არა თავი დავანებოთ ენერგოეფექტურობის გაზრდა ეს უბრალოდ ადამიანის ცხოვრების ხარისხსაც ძალიან კაფიოდ ზრდის. და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვერ ხვდებოდეთ რა ახდენს გავლენას ამ ყველაფერს და წლების მერე შეიძლება სადღაც მივხვდეთ რომ ის სიბნელე თუ რაღაცა უხაერობა თუ ასე შემდეგ რეალურად ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. გეგმარებამ და არქიტექტურამ უნდა აკონტროლოს ეს რომ ბინაში ყველა სივრცეს იქნება ეს სველი წერტილი, სამზარეულო მისაღები თუ საძინებელი გააჩნდეს რაღაცა ბუნებრივი განათება და ეს უნდა იყოს სტანდარტი უნდა იყოს. ეს ბევრ ქვეყანაში სტანდარტადაც არის მიღებული რომ რაღაცა უსინათლოდ დაშინელი სივრცე მიუღებელია. საქართველოს შემთხვევაში ეს არის კომპანიების და დეველოპერების კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული, აი როგორ აფასებთ ზოგადად ამ არსებულ მდგომარეობას? საქართველოს ბაზარი არა, ზოგადად კიდევ მეორე სოფლიო პრობლემა არის ეს, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს რაღაცა ხარჯების შემცირებასკენ არის უფრო მიმართული და უნდა დავაყენოთ ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება უნდა გავხადოთ უფრო პრიორიტეტული და გეგმარება უნდა გახდეს პრიორიტეტი. გეგმარება ნამდვილად უფრო წინა პლანზე იყოს. თავისუფლ მომხმარებლებმა ვისაუბრეთ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება პირველად ვყიდულობდეთ მინას და ბევრ ნიუანსზე ვერ ვფიქრობდეთ, თუმცა მაინც ალბათ მთავარი რჩევები რა იქნებოდა, რასაც მოქალაქეებს მისცემდით, ვინც ახლა გეგმავს უძრავი ქონების შეძენას, რა ნიუანსები უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სივრცე იყოს რეალურად ფუნქციური და ატარებდეს ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობას ქმნიდეს. როცა ვსაუბრობთ ახლა სიჯანსაღეზე, ხო? ჯანსაღია სივრცე მაშინ, როდესაც ყველა სივრცე ნათელია, დამეთანხმებინა ალბათნათია, იზოლირებულია ერთმანეთისგან სივრცეები და ანუ სივრცემ უნდა მოქცეს თავისუფლება. არ და პირიქით არ უნდა შეგზღუდოს. ანუ დღეს, როდესაც მით უმეტეს ხო პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაუბრუნდა საცხოვრებელ სახლს, თუნდაც მუშაობის კუთხით, ხო? ძალიან ბევრი კომპანიები ჰიბრიდულ მუშაობაზე არიან გადასულები და ამ პერიოდში უფრო მკვეთრად გამოჩნდა კიდე რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის საცხოვრებელი გარემო. სწორედ ამიტომ დასმაც მე მგონი ამ კოვიდის შემდეგ ვისწავლეთ. ამ კოვიდის მერე უფრო აქტუალური გახდა, უფრო შესამჩნევიც გახდა, რომ ბაზარზე მხოლოდ ერთი ტიპის ბინები არის გავრცელებული და საჭიროა რაღაცეების შეცვლა იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესო, ხო? ადამიანს სახლი ისეთი რაღაცა არის ყველასთვის, რომ იქ უნდა გიჩქარებოდეს მისვლა, გიხაროდეს, რაღაცა დაღლილი დღის მერე უნდა გქონდეს განტვირთვის საშუალება, ხო? ახალ იდეებზე ფიქრი, мотиваციას უნდა გაძლევდეს და არა პირიქით, რომ მალე არ უნდა გსურდეს, რომ მალე გავიდე ხა სახლიდან და რაღაცა არ უნდა იყოს, არ უნდა ასოცირდებოდეს, როცა სიჯანსაღეზე ვლაპარაკობ და ამას უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება მომხმარებლის მხრიდანაც. უნდა მოითხოვონ განათებული სივრცეები, მაქსიმალურად იზოლირებული ერთმანეთისგან და გონია რომ აი რაღაცა უკეთესობისკენ წავალთ მსგავსი გზით. მოხარული ვიქნები მცირე წვლილს ამ ინფორმირებულობაში და ამ რაღაცა ცნობიერების ზრდაში ჩვენ თუ შევიტანთ. მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ქეთემა ზურგულაძე, Idea City-ს გეგმარების სპეციალისტი და ინტერიერის დიზაინერი და ნათია რუხაძე, ამავე კომპანიის გეგმარების სპეციალისტი და ინტერიერის დიზაინერი პასუხობდნენ ჩვენ შეკითხვებს. სამკვლევი დეველოპერებისთვის რუბრიკის სპონსორია არქიტექტურული კომპანია ტასხაბი. 24 თებერვლის უძრავი ქონების პროსპექტი ამით დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ, ნახვამდის. გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი. უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან.